გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა. დასკვნის მიხედვით განცხადებლები კომისიამ დაყო კატეგორიებად და განსაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რა რაოდენობის ფართი არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მფლობელობაში, რა ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუქმეს წინა ხელისუფლების დროს გაცემულ ქონებებზე საკუთრების უფლება. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უკვე გაგზავნილია ბათუმის საკრებულოში. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც შერეული კომისიის ერთ-ერთი წევრია, აცხადებს, რომ გამცხადებლებს მოლოდინი გაუცრუვდათ, ვინაიდან საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი პირველივე სხდომაზე არ განიხილა. ეხლა ხაც შეიქმნა აღიარებითი კომისია საკრებულოში. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდით, რომ პირველივე სხდომაზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე იქნებოდა გონიოს მიწებთან დაკავშირებით გადანელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა და მე არ ვიცი კიდე რამდენხანს აპირებენ გაწევას, იმიტომ რომ გონიოს მოსახლეობა უკვე მიკავშირდება, მათ აღარ შერავთ უკვე, ეჭვი აქვთ, რომ ეს ამ საკითხის გაწელვა ან საერთოდ არ განხილვა მოხდება და გონიოში მიდის მოსახლეობის მობილიზება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის.